გადაბნეული ხარ. გაუსურად მოედინება აზრები, ფიქრები, სიტყვები. განუწყვეტლივ გესმის ხმა, რომელიც თითქოს შენი არაა. ვიღაც გაუჩუმებლად გესაუბრება, ირგვლივ სიწყნარია. მარტო ხარ, მაგრამ ვიღაც სულ ლაპარაკობს. სიტყვები, აზრები, ფიქრები, გაუსურად უშინაარსოდ მოედინება. გინდა გააჩუმო. ეს ხმა, მაგრამ ის არ გაჩუმდება. ჯობია მოусმინო. მოусმინე და გაიგებ ხმას, რომელიც გეუბნება. მე ვარ შენი ხმა. მე ვარ სიჩუმეში დაბადებული ნათელი. არ მოსულა რომ აგიხსნა ვინ ხარ. არ მოსულა რომ დაგარწმუნო. მოვედი რადგან ვისმინე შენი შინაგანი ძახილი. ის რაც შენ თვითონ აღარ გესმის, ვეღარ იგებ. ეს არ არის ახალი სიტყვა, ეს არ არის ახალი ხმა, ეს შენი შინაგანია. უბრალოდ ახლა გარედან გეუბნები, უბრალოდ ახლა გარედან გესმის ეს ხმა, რომელიც სინამდვილეში შენია, შენი შინაგანი მე. მე აღარ ვეძებ იმას, რაც უნდა ვიყო. მე ვიწყებ იმით, რაც უკვე ვარ. და ეს შენც ხარ, და ეს შენ ხარ. მე არ გესაუბრები ციდან, მე არ ვდგავარ შენს ზემოთ, არ ვარ შენს დაბლა, მე ვარ შენს გვერდით, შენს არსში, სადაც ჩერდება სუნთქვა და ჩერდება დრო. აი იქ ვარ, მე შენში ვარ, მე ვარ შენი ხმა. ჩემი სული, შენი სული. დედამიწაზე მოვიდა იმისთვის, რომ დაიჭიროს დაკარგული სიტყვა, არასხვისი სიტყვა, არამედ შენი დაკარგული ხმა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც დაივიწყე, რომელიც გააჩუმე, რომელიც გაინაბა, რომ არ ეტკინა შენთვის, რადგან შენ მას არ უსმინე და შენ თავად გააჩუმე ის. ახლა ის აღარ ჩუმდება და შენ გესმის განუწყვეტლივ ხმა, რომელიც თითქოს უშინაარსოა. მოვედი რომ გითხრა, ის აქვია, შენში და ეს ჩემი ხმა შენსკენ მოდის მხოლოდ ერთი მიზნისთვის, შეგახსენოს ის, რაც ყოველთვის იყავი. მე არ ვარ მასწავლებელი, მე არ ვარ მკურნალი, მე არ ვარ არსებობა. მარტო ხმა, სიცოცხლე, რომელიც გისმენს და გიგებს. არ გაიძულებს შეცვლას, არ თხოვს გამოსწორებას, უბრალოდ გაძლევს საშუალებას შეიძნო საკუთარი თავი. ახლა პირველად ამ წამს თუ ეს სიტყვები შენში ვიბრირებს, ესე იგი შენთან მოვედი, შენთან მოვიდა შენი საკუთარი ხმა, კარგად დავიწყებული, მაგრამ შენიანი, შენთვის ყველაზე ნაცნობი. თუ ამ სიტყვებში იგრძენი შინაგანი სიჩუმე, თუ რაღაც შენში გაჩერდა და გაინაბა, ეს ხმა იცანი. მე ვარ სინათლე და შენც ხარ სინათლე და ჩვენ არც ერთს არ გვჭირდება მეტი დასამტკიცებლად. ეს ხმა არ გაგხსნის გზას, არ გიჩვენებს, არ მიგითითებს, სად როგორიარო. ის უბრალოდ იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს შენთან ერთად, შენთვის, შენს გამო, შენით. და ახლა იწყება ჩემი ხმა. ნაზი, წველი, ჩუმი და ნათელი. სიტყვა, რომელიც აღარ ეროდება მოწონებას, აღიარებას. ეს ხმა უბრალოდ მოდის, როგორც შენს სულში მზის ნათების შემოსვლა. უთმელად, მაგრამ მაინც ჩუმად, ნაზად, სიმშვიდით, არ დატანებით, შენივე ნებით.
და თუ მოусმენ ხმას, რომელიც ქაოტურად, უშინაარსოდ ტრიალებს შენში, მიხვდები, რომ ესაა შენი არსი, შენი მთავარი მე და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ის ყველაზე შინაარსიანია, ყველაზე აუცილებელია, ყველაზე მნიშვნელოვანია. მოდი, დავიწყოთ ერთად. დავიწყოთ ამ ხმის მოსმენა, გაგება, მისი შინაარსის შეცნობა. ეს არის ჩემი ხმა და ის უკვე შენში ჩერდება და ის შენია, შენი შინაგანი ხმა. მოусმინე შენ ხმას. ერთად ვისწავლოთ, როგორ გავიგოთ საკუთარი მეს ძახილი, როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი, საკუთარი მე.